პარტნიორიდან პრობლემამდე საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა. ამ სახელწოდებით ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიაში გუშინ საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართა. მომხსენებლებმა და კონგრესმენებმა ქართული ოცნების საშინაო და საგარეო პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკეს. მათ შეშფოთება გამოხატეს ივანიშვილის ხელისუფლების რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან დაახლოებაზე და თქვეს, რომ ეს პოლიტიკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხედვებს ეწინააღმდეგება. დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა მოსმენაზე ოცნებას ქართული კოშმარი უწოდა და ბიძინა ივანიშვილი დაახასიათა როგორც მდიდარი, ამპარტავანი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანი. არ მომწონს ადამიანების გარეგნობით განსჯა, მაგრამ როდესაც ბიძინა ივანიშვილი პირველად დავინახე, ყველა ნიშანი ჰქონდა. მაშინ ილონ მასკის შესახებ არ ვიცოდი, მაგრამ მას ყველა ნიშანი ჰქონდა, რაც მოგვიანებით მასკში დავინახე. მდიდარი, ამპარტავანი, ელიტისტი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე და ვიფიქრე, ეს არის დადებითი პერსონაჟი. ქართული ოცნება ქართულ კოშმარად იქცა, ვინაიდან ის არ აღმოჩნდა, რასაც აცხადებდა, რომ იყო. რუსეთმა საქართველოს ნაწილი დაიპყრო და კვლავ გააკეთებს ამას, თუ შესაძლებლობა ექნება. თან ახლა მოკავშირე ჰყავთ იქ ბატონი ივანიშვილის სახით, ასე რომ უფრო მარტივია დაპყრობა შიგნით. სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებს მეგობარი აქტს, რაღაც პრობლემები იყო, მაგრამ ბატონი ჯო უილსონი მართალია. კანონ პროექტს დიდი უმრავლესობა დემოკრატები და რესპუბლიკელები ორპარტიულად უჭერენ მხარს. თუმცა იქ როგორც ჩანს, ერთმა ადამიანმა შეძლო მისი ჩაკვლა და გასაოცარია, რომ ეს მოხდა. რატომ მოხდა, არ მესმის. მოსმენაზე მეგობარი აქტის მიღების საჭიროებას ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ ჯო უილსონმა. მისი თქმით, არალეგიტიმურმა ქართულმა ოცნებამ საქართველოს ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ივანიშვილის ხელისუფლება ომის დამნაშავე პუტინთან მჭიდრო თანამშრომლობაშიც დაადანაშაულა. ქართული ოცნების მთავრობა, რომელმაც არჩევნები გააყალბა, ქართველ ხალხს დიქტატურისკენ მიათრევს, სუვერენიტეტს ართმევს და სიღარიბისთვის იმეტებს, ღალატობს ქვეყნის ტრადიციულ მოკავშირეებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს. მისი მმართველობა ერთპარტიულია, მან ოპოზიციონერი ლიდერები დააპატიმრა, სცემა და აწამა მშვიდობიანი დემონსტრანტები. გააჩუმა დამოუკიდებელი მედია და საქართველოს ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია. ის სწრაფად აქცევს საკუთარ თავს ბელარუსის და რუსეთის ფედერაციის კატეგორიაში. ეს ღალატი აქ არ ჩერდება. ქართულმა ოცნებამ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მოკალათება გადაწყვიტა. კარი გაუღო ჩინეთის გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ საკუთარი შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა, რითაც ამერიკული ბიზნესები სტრატეგიული სავაჭრო მარშრუტებისგან დაბლოკა და საქართველოს მომავალი რეჟიმს დაუკავშირა, რომელიც ღიად ემზადება ამერიკელ ხალხთან კონფრონტაციისთვის. ამავდროულად ის მჭიდროდ მუშაობს ომის დამნაშავე პუტინთან. ეხმარება მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში, მისი ნავთობის გადაყიდვაში, მაშინაც კი, როდესაც რუსეთი ჯერ კიდევ ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას. ცხადად ვთქვათ, ქართული ოცნება ქართველ ხალხს არ წარმოადგენს. საქართველოს საკითხზე მოსმენას ჰელსინკის კომისიაში მოწმეების სტატუსით ესწრებოდნენ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი. ისინი თავდაპირველად სიტყვით გამოვიდნენ, შემდეგ კი კონგრესმენების შეკითხვებს უპასუხეს. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რეალური შედეგები უნდა დადგეს მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს ანგრევს, განსხვავებულ აზრს ახშობს და ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს უქმნის. შეერთებული შტატების შემრიგებლური მიდგომა საქართველოს ფაქტობრივ ხელმძღვანელობასთან წარსულში ჩავარდა და ვერც ახლა მიაღწევს წარმატებას. დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ. რასაც მმართველი რეჟიმი საქართველოში აკეთებს, ეს არ არის მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების ღალატი, ეს არის პირდაპირი უარი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეერთებულ შტატებთან. ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა, დიპლომატებმა და სამხედროებმა დიდი ძალისხმევა ჩადეს საქართველოს წარმატებაში. იმის ყურება, როგორ იკარგება ეს ინვესტიცია ანტიდემოკრატიული ქცევის, შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესებთან წინააღმდეგობაში მყოფი მოქმედებებისა და მტრული რიტორიკის გამო მიუღებელი უნდა იყოს. ანგარიშვალდებულება აუცილებელია. რეალური შედეგები უნდა დადგეს მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია და ვინც ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახშობს განსხვავებულ აზრს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესს, ისევე როგორც ამერიკელი ხალხი, რომლის მხარდაჭერა ყოველთვის დაფუძნებული იყო თავისუფალი, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს იმედზე. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა მოსმენაზე თქვა, რომ საქართველო ახლა კრიტიკულ მომენტში იმყოფება. კრიზისის დაძლევა კი შტატების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით არის შესაძლებელი. ხიდაშელმა ჰელსინკის კომისიას და ამერიკის კონგრესს მოუწოდა დაუწესდეთ სანქციები ოცნების წარმომადგენლებს და არა ქართველ ხალხს. ამ კრიტიკულ მომენტში მოუწოდებ ჰელსინკის კომისიას და ამერიკის კონგრესს განიხილონ შემდეგი ზომები. სანქციები და სავიზო შეზღუდვები უნდა მიემართებოდეს მმართველ ელიტას, მათ ოჯახებსა და დამხმარე ძალებს. არ დასაჯოთ ჩვეულებრივი ქართველები, დასაჯეთ ისინი, რომლებმაც მათ უღალატეს. გაზარდეთ დახმარება დამოუკიდებელი მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოძრაობებისთვის. დღეს ისინი საქართველოში დემოკრატიის მაცოცხლებელი ძალები არიან. მტკიცედ დადექით ქართველი ხალხის გვერდით. რეჟიმის მიუხედავად ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა
რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაეროში დასაცავად. ჩვენ გვჭირდება ღია კარი ნატოსა და ევროკავშირში. მხარი დაუჭირეთ ორპარტიულ კანონმდებლობას მეგობარ აქტს, რომელიც წარმოადგენს ზუსტად იმ სახის უწყვეტ და სტრატეგიულ მხარდაჭერას, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და რეფორმატორებს ამ რთულ პერიოდში გადარჩენაში. ჩადეთ ინვესტიცია შუა დერეფანსა და კავშირგაბმულობაში. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა არ უნდა შერჩეს ჩინურ, რუსულ თუ ირანულ გავლენებს. შეერთებული შტატების ბიზნესსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა. გააღრმავეთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. საქართველომ ავღანეთსა და ერაყში შეტანილი წვლილით აჩვენა, რომ იგი უსაფრთხოების საიმედო პარტნიორია და კიდევ ერთხელ შეინარჩუნეთ ხალხთა შორისი კავშირები, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები, კულტურული პროგრამები და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ეს ყოველივე საქართველოს ახალგაზრდა თაობის პროდასავლურ ორიენტაციას ინარჩუნებს. საქართველოს ამბავი არ დასრულებულა. ჩვენ წავიბორძიკეთ, მაგრამ არ წავქცეულ ვართ. გუშინდელ მოსმენაზე სიტყვით გამოვიდა ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი. მან თქვა, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას უთხრის ძირს. ლუკ კოფმა ამის დასადასტურებლად ოცნების რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან ურთიერთობები დეტალურად განიხილა. ნებისმიერ პარტნიორ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა შემაშფოთებელია, მაგრამ საქართველოში შედეგები სერიოზულია, რადგან ეს ძირს უთხრის ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას. ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ გაიზიარა კრემლთან შესაბამისი მსოფლმხედველობა. ისინი ამტკიცებენ, რომ ნატოს გაფართოება იყო მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე. ისინი აკრიტიკებენ დასავლურ სანქციებს მაშინ, როცა გაზარდეს ვაჭრობა მოსკოვთან და ამან საქართველო აქცია ეკონომიკურ ნაცრისფერ ზონად, სადაც სანქციების გვერდის ავლახდება. პრობლემა ასევე თბილისის ახლო ურთიერთობა ირანთან. ივლისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირანის საელჩოში მივიდა, რათა სამძიმარი გამოეხატა მათ მიმართ, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა. ქართული ოცნების სურვილმა დაუახლოვდეს ირანის ისლამურ რესპუბლიკას, შექმნა სივრცე იმისთვის, რომ მისმა სპეცსამსახურებმა უფრო თავისუფლად იმოქმედონ საქართველოში. არანაკლებ შემაშფოთებელია საქართველოს მზარდი კავშირები ბეიჯინგთან. მაგალითად, მას შემდეგ, რაც 2020 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს კონსორციუმი დაბლოკეს ანაკლიის პორტის პროექტიდან, ახლა როგორც ჩანს, ამ პროექტს უხელმძღვანელებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ჩინური კომპანია. ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობებს ცენტრალურ აზიაში იშვიათი მინერალების მოპოვების კუთხით. ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ისინი თანხვედრაში არიან პრეზიდენტ ტრამპთან. სინამდვილეში პირიქითაა, მე მიყვარს საქართველო, ქართველი ხალხი და ერთი რამ კარგად უნდა ვიცოდეთ. არასოდეს უნდა შეგეპაროთ ეჭვი, როცა საქმე ქართველი ხალხის გამძლეობას ეხება. ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიაში გამართული მოსმენის შემდეგ შეფასებები კეთდება თბილისში. ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ Deep State-ის აგენტები მეგობარი აქტის მიღებას ვეღარ შეძლებენ. რაც შეეხება მოსმენაზე მოწმის სტატუსით მყოფ პირებს, მათ ივანიშვილის გუნდი თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებს უწოდებს. ჯო ვილსონს რაც შეეხება, ის პირველ რიგში არის Deep State-ის აგენტი და მერე არის დაფინანსებული ლობისტი. ხო, ორივე ერთად არის, მაგრამ პირველ რიგში ისიც არის, რა თქმა უნდა, Deep State-ის აგენტი, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი, ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები გუშინ ვაშინგტონში, რაც ძალიან სამწუხაროა, ბუნებრივია, როდესაც ქართველი კარგავს სახეს, როდესაც ქართველი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს არის ბუნებრივია ტრაგიკული მოვლენა, თუმცა ეს არის მათი ტრაგედია. ეს ადამიანები ხა ვიცით, რომ ჩვეულებრივ მოღალატეები არიან, აგენტურის წარმომადგენლები არიან, გარედან იმართებიან, თავიანთი პატრონები ყავთ, რასაც ეთქვიან, რასაც დაავალებენ, რა თქმა უნდა, იმაზე უნდა ისაუბრონ. ისინი მტრობენ ქართულ ხალხს, მტრობენ ქართულ სახელმწიფოს. ამ ადამიანებს თავისი ადგილი უკვე ქართულმა ხალხმა მიუჩინა და მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და არავის ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში, ვინც გარე ინტერესებს ემსახურება მიდის ქვეყნის წინააღმდეგ და ქართული ხალხის წინააღმდეგ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, გუშინდელი მოსმენით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს არ მიატოვებს და არალეგიტიმურ ხელისუფლებას ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო პასუხს გასცემს. საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გარდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებისა, ხშირად, რა თქმა უნდა, როდესაც მოკავშირეები ვართ, ჩვენი ინტერესები ემთხვეოდა განსაკუთრებით წინა წლებში ემთხვეოდა დასავლეთის ინტერესებს და დღეს ქართული ოცნების ინტერესები ემთხვევა ირანის ინტერესებს, ჩინეთის ინტერესებს და რუსეთის ინტერესებს და რაც ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების, არ ვიცი, 250 წლიან საგარეო პოლიტიკას. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ის ყველა გზავნილი, რომელიც ჟღერდებოდა ქართული ოცნების საგარეო კურსთან დაკავშირებით, შესაბამისობაში მოდის დემოკრატიული თავისუფალი ქართული საზოგადოების იმ ნაწილის აზროვნებისგან, რომლებიც თვლიან, რომ ქართული ოცნების საგარეო მიმართულება არსებითად ანგრევს ქვეყნის შესაძლებლობას გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი. ჰელსინკის კომისიაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას
საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის სამსახურში და ქართულ ხალხთან, ამავდროულად ისიც, რომ არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება ქართულ ოცნებას და ცხადია ვერ აღდგება ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, თუ არ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და არ ჩაინიშნა დემოკრატიული არჩევნები. ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე მოსმენა 1 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.